ჩვენ დღეს გავეცნობით კვეცასთან დაკავშირებულ მართლწერის საკითხებს. ხმოვანფუძიანი სახელების ბრუნებისას ფუძის ბოლო ხმოვნის ჩამოშორებას კვეცა ჰქვია. იკვეცება ა და ე ხმოვნებზე დაბოლოებული სახელები და კვეცა ხდება ორ ბრუნვაში, ნათესაობითა და მოქმედებითში. ო და უ ხმოვნებზე დაბოლოებული სახელები უკვეცელია. ვაბრუნოთ ა და ე ხმოვნებზე დაბოლოებული სახელები. მაგალითად, მთა, სახელობითი მთა, მოთხრობითი მთამ, მიცემითი მთას, ნათესაობითი მთის, შეიკვეცა ახმოვანი, მოქმედებითი მთით, აქაც შეიკვეცა ახმოვანი, ვითარებითი მთად, წოდებითი მთაო. ახლა ვაბრუნოთ ე ხმოვანზე დაბოლოებული სახელი. მაგალითად, მდინარე, სახელობითი მდინარე, მოთხრობითი მდინარემ, მიცემითი მდინარეს, ნათესაობითი მდინარის, შეიკვეცა ე ხმოვანი, მოქმედებითი მდინარით, აქაც შეიკვეცა ე ხმოვანი, ვითარებითი მდინარედ, წოდებითი მდინარეv. როგორც ვთქვით, ო და უ ხმოვნებზე დაბოლოებული სახელები არ იკვეცება, მაგრამ თავისებურებას იჩენს სახელი ღვინო, რომელიც იკვეცება ნათესაობითსა და მოქმედებით ბრუნვებში. ნათესაობითში იქნება ღვინის, შეიკვეცა ო ხმოვანი და მოქმედებითში იქნება ღვინით, აქაც შეიკვეცა ო ხმოვანი. უკვეცელ სახელებს ბრუნებისას ახასიათებს თავისებურება. ნათესაობით ბრუნვაში მიცემითის მსგავსად ბრუნვის ნიშანია s. მაგალითად, წყარო, მიცემითში იქნება წყაროს, ნათესაობითშიც იქნება წყაროს. ასეთ შემთხვევაში სიტყვის ბრუნვა უნდა გაირკვეს ფუძეთანხმოვნიანი სახელის ჩანაცვლებით ან კითხვის დასმით. მაგალითად, წყაროს მივადექით, დაუსვათ კითხვა, რას მივადექით, რას არის მიცემითი ბრუნვის კითხვა, ან ჩავანაცვლოთ თანხმოვანფუძიანი სახელით წყალი, წყალს მივადექით, წყალს არის მიცემითი ბრუნვის ფორმა და ამდენად პირველ წინა დადებაში წყაროს იქნება მიცემით ბრუნვაში. ახლა განვიხილოთ მეორე წინადადება. წყაროს ახლოს ვისხედით. დაუსვათ კითხვა, რის ახლოს ვისხედით, რის არის ნათესაობითი ბრუნვის კითხვა, ან ჩავანაცვლოთ თანხმოვანფუძიანი სახელით წყალი. წყლის ახლოს ვისხედით. წყლის არის ნათესაობითი ბრუნვის ფორმა და ამდენად მეორე წინადადებაში წყაროს იქნება ნათესაობით ბრუნვაში. მხოლობით რიცხვში არ იკვეცება ასა და ე-აზე დაბოლოებული ზოგი საზოგადო სახელი. ეს სახელებია ბიჭუნა, ბიცოლა, თაგუნა, ენძელა, ჭიანჭველა, კოდალა, ეკალა, ჭრიჭინა, გულწითელა, ბჟაუნა, დათუნია, თაგუნია, ნიბლია, ნაცარქექია, კაცჭამია და ასე შემდეგ. მრავლობით რიცხვში ეს სახელები შეიკვეცება. მაგალითად, ჭიანჭველა, მრავლობითში იქნება ჭიანჭველები. უკვეცელია სახელები დედა, მამა, ბებია, ბაბუა, ბიძა, გადია და ასე შემდეგ, როცა იგულისხმება მოსაუბრის დედა, მამა, ბებია და ასე შემდეგ. მაგალითად, გუშინ დედას სამსახურში ვიყავი. დედას არ შეიკვეცა, რადგან იგულისხმება მოსაუბრის დედა. სხვა შემთხვევაში ეს სახელები შეიკვეცება. მაგალითად, გუშინ თეას დედის სამსახურში ვიყავი. წოდებით ბრუნვაში ფუძეხმოვნიან სახელთა მართლწერასთან დაკავშირებით გაითვალისწინეთ. ერთმარცვლიანი ფუძეხმოვნიანი სახელები გადმოიცემა ო ნიშნით ან ფუძის სახით. მაგალითად, კლდეო ან კლდე.
ორდამეტმარცვლიანი სახელები წოდებით ბრუნვაში ან ფუძის სახითაა, ან დაირთავს ვ ბრუნვის ნიშანს. მაგალითად, წყაროვ ან წყარო, ზეცავ ან ზეცა. არ იკვეცება ი და ეხმოვნებზე დაბოლოებული უცხოური წარმოშობის საზოგადო სახელები და ისე იბრუნვის, როგორც ფუძე-ხმოვნიანი უკვეცელი სახელები. ესენია ტაქსი, ჩაი, ტრამვაი, იუბილე, კაშნე, კაფე, ატელიე, ჟოკეი, დიჯეი და ასე შემდეგ. მაგალითად, მეგობრები კაფეს ახლოს შეიკრიბნენ და არა, მეგობრები კაფის ახლოს შეიკრიბნენ. ნათია ტაქსიში ჩაჯდა და არა ნათია ტაქსში ჩაჯდა. დავალებად გექნებათ ტესტი ნომერი 4 და ტესტი ნომერი 5. დააკვირდით ლინკებს, გადაიწერეთ, შეასრულეთ დავალება, ბოლოს დააჭირეთ გაგზავნას, გამოსულ ფანჯარაში ქულების ნახვა, ნახეთ თქვენი შედეგები და გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ნამუშევრები ჩემთანაც მოვა. ამით დამთავრდა ჩვენი მეორე ვიდეო გაკვეთილი. თუ მოგეწონათ, არხის გამოწერა არ დაგაბეჭდეთ.